მინდა გკითხო ილია თოფურიაზე. შენ აღნიშნე რომ ის სახიფათოა, თუმცა შენს კარიერაში მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლებს დაპირისპირები ხარ. ხედავ მასში რამე ისეთ განსაკუთრებულს, რაც აქამდე არ შეგხვედრია, თუ ზუსტად იცი რა კომპონენტში ხარ მასზე უკეთესი და სად აპირებ მის გატეხას. თანაც ეს შენი მე-7 სატიტულო ბრძოლაა UFC-ში. რა არის ის უმთავრესი გაკვეთილი, რომელიც წარსული ჩემპიონატებიდან გამოიტანე და ამ დაპირისპირებაში გამოგადგება? მე არასდროს ვაძლევ ჩემს თავს უფლებას ასე ზედაპირულად ვიპიკრო. ვიცი რომ თოფურია უმაღლესი დონის მებრძოლია. მას აქვს თავისი უნიკალური სტილი, რომელიც უფრო კლასიკურ კრივზეა დაფუძნებული. კარგად გრძნობს დისტანციას, სივრცეს, ტაიმინგს და პოზიციას. ის ჩემზე დაბალია. ასე დროს კი არ უნდა დაუშვა რომ შენი თავი მის მიერ ნასროლ რაკეტებზე მაღლა აღმოჩნდეს. ამ ბრძოლაში გადამწყვეტი პოზიციური დისციპლინა იქნება. მაქსიმალურად ჯიუდად უნდა გავაკონტროლო რინგის ცენტრი, მისი გადაადგილება და ფეხები. თავდაცვაში იდეალური სიზუსტე მჭირდება, რათა მუდმივად მოვიგო კუთხეებისა და დისტანციის ბრძოლა. რაც შეეხება მთავარ გაკვეთილს. ხაბიბთან და ოლივეირასთან ორთაბრძოლების დროს ზედმეტად ვიყავი კონცენტრირებული მათ ძლიერ მხარეებზე. თუმცა ჩემი ყველაზე დიდი წარმატებები მაშინ მოდიოდა, როცა საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ვხდებოდი. ახლაც ასე ვიზავ. აღარ ვაპირებ დარტს მის კრივსა თუ დარტყმებზე. გამოვიყენებ ჩემს საფირმო გადაადგილებას, კუთხეების შექმნის უნარს და რეაქციას, რომელიც მჯერა რომ ნებისმიერ მეტოქეზე სწრაფი მაქვს. სწორედ ამ თვისებებმა მომიყვანა აქამდე. საკუთარ არსენალს უნდა ვენდო და თავს მოვახვიო ჩემი თამაშის გეგმა, ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ რეაგირება მოვახდინო მის მოქმედებებზე. ეს იყო უდიდესი გაკვეთილი, რომელიც ორ მარცხში ვისწავლე. სპორტში წინსვლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დაბალი მებრძოლის წინააღმდეგ წინწასვლა უფრო რთულია ვიდრე მაღალთან, მაგრამ ჩემი მიზანია თავით დავწექი მის მკრედზე. უკან დავახევინო და ბრძოლა ნამდვილ სასაკლაოდ ვაქციო. ჩვენ ვნახეთ, რომ ისიც უშვებს დარტყმებს. თუ ჰოლოვეისა და ოლივეირას ბრძოლებს გადახედავთ, მიხვდებით, რომ მათ უამრავი წარმატებული მომენტი ჰქონდათ გაცვლებში, სანამ საბედისწერო შეცნომას არ დაუშვებდნენ. ილია გენიალურად იყენებს მეტოქის უყურადღებობას. ეს არის ის, რაც არ უნდა გავაკეთო. არავითარ შემთხვევაში არ დავიხე უკან. არ ავწევ თავს მაღლა და არ მივცე უფლებას ჩემი სუსტი მხარეები გამოიყენოს. ჩემმა მწვეთნელმა ყოველი ვარჯიში სწორედ ამ სპეციფიკური მოძრაობების დასახვეწად შეიმუშავა. შენი გზა მართლა შთამეჯდავია. არიზონას პატარა სამთო-სამრეწოლო ქალაქიდან და მამის მძიმე შრომიდან. პირდაპირ თეთრი სახლის სამხრეთ მინდორზე გამართულ UFC-ს მთავარ ბრძოლამდე. როგორ ახერხებ ამ ყველაფრის გააზრებას? თანაც შენ გახდი პირველი მებრძოლი ორგანიზაციის ისტორიაში, ვინც ორჯერ მოიპოვა ხალხოსანი ტიტული. როდესაც ასეთ სიმაღლეზე ხარ, ბევრი იწყებს მხოლოდ სარფიანი კომერციული ორთაბრძოლების დევნას. თუმცა შენ კვლავ დაუპირისპირებელი ჩემპიონობისკენ მიისწრაფვი. რა გაიძულებს, რომ არ მოდუნდე და ამდენი ხნის განმავლობაში სპორტის მწვერვალზე დარჩე? მოდით შევხედოთ ფაქტებს, როგორც პრაგმატულმა ანალიტიკოსებმა. არმან ცარუკიანი რეალურად ცდილობს უფასოდ იქირაოს ადგილი UFC-ს უდავო ჩემპიონის, ილია თოფურიას გონებაში. ილიას ბოლო ინტერვიუ არ არის უბრალოდ მორიგი მედიური ხმაური. ეს არის უმკაცრესი ფსიქოლოგიური მასტერკლასი და სტრატეგიული ანალიზი, რომელიც ცალკეულ ღრმა განხილვას იმსახურებს. თოფური ახლა შერეული ორთობრძოლების მწვერვალზეა და პლანეტის საუკეთესო მებრძოლების P4P ელიტაში შედის. ამ დროს კი ცარუკიანი, რომელიც მსუბუქი წონის პრეტენდენტის სტატუსშია გაჭედილი, ყველანაირად ცდილობს ჩაეჭიდოს დიდ ფულად ბრძოლას. არმანის მომავალი დაპირისპირება ჯასტინ გეიჯისთან აჩვენებს რეალურ განლაგებას, მაგრამ უკვე ახლა ნათელია. თოფურიასა და ცარუკიანის პოტენციური, ჰიპოთეტური ბრძოლის ირგვლივ უძლიერესი ჰაიპი და გიჟური თრეშ-თოკი გენერირდება. მაგრამ მოდით მოვიხსნათ ვარდისფერი სათვალე და განვიხილოთ, ვინ ვის გონებაში ჩაჯდა სინამდვილეში. სწორედ ცარუკიანი ხედავს ყოველღამე სიზმარში საჩემპიონო ქამარს და ილიას დიდებას, როდესაც სივოფლში იღვიძებს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების გამო. გახსოვთ მისი მუდმივი აბსურდული გამართლებები ზურგის პრობლემებზე, რის გამოც იგი საკვანძო მომენტებში ბრძოლებიდან ვარდებოდა. ილიამ აბსოლუტურად მკაფიოდ დაახასიათა მისი არსი. ჩვენ წინაშია ტიპური განებივრებული ბიჭი, რომელიც მონდომებით თამაშობს დოლარიან მულტიმილიონერის როლს, თუმცა რეალური მასშტაბური ფინანსური ფუნდამენტი იქ არც მას აქვს და არც მის ნათესავებს. ჟურნალისტები ხშირად ცდილობენ ილიას პირადი შეურაცხყოფებისკენ წაყვანას, მაგრამ ჩვენი ჩემპიონი ბოლომდე ხედავს ოპონენტს. აქ შურის რა მიზეზი უნდა იყოს? თოფური არის self-made ათლეტი, ხოლო არმანი უბრალოდ ლამაზი ცხოვრებით თამაშობს.
როდესაც საქმე ეხება სპორტულ კომპონენტს და მოკლე შეტყობინებით შესაძლო ჩანაცვლებას, ილია აჩვენებს აბსოლუტურ შიმშვიდეს, რომელიც გამყარებულია ფენომენალური ბაზით. ცარუგიანს ოქტაგონში მხოლოდ ბაზისური ჭიდაბის შემოთავაზება შეუძლია. მაგრამ მოდით არ დაგვავიწყდეს, ილია კლასიკური ჭიდაბით ადრეული ბავშვობით არის დაკავებული, იმ შემდეგ რაც საკუთარი თავი ახსოვს. იგი მაქსიმალურად მზად არის გალიაში მოვლენების განვითარების აბსოლუტურად ნებისმიერი სცენარისთვის. თოფურია ღიად აცხადებს ბრძოლის დასაწყისში მეტოქეს საშინელად ინერვიულებს და შეეცდება პარტერში თავისი მოჩვენებლური კონტროლის დამყარებას. მაგრამ არმანი მღინსიერად მიხვდება, რომ ილია სრულიად სხვა საჩემპიონო მასალიდან არის შექმნილი. მისი შედარება UFC-ს ჩვეულებრივ მებრძოლებს, რომლებიც ცარუკიანს ცვალებადი წარმატებით გაიარა, სისულელია. 8 აქტეგი ჟიგნით თოფურიას ოპონენტები მაღინსიერად გრძნობენ ამ მენტალურ უფსხელს, უნიკალურ ტექნიკას, დისციპლინას და ტაქტიკურ ინტელექტს. სწორედ ამ მომენტში ეწყებათ პანიკა ისეთ პერსონაჟებს, როგორიც არის ცარუკიანი. მენტალურად ცარუკიანი დარჩა მოუმწიფებელ მოზარდად, რომელიც რუსეთში ძვირფასი საათებისა და მანქანების გადაყიდვას ცდილობს და ამას სერიოზულ ბიზნესად ნიღავებს. ეს არის ჩვეულებრივი გადამყიდველის დონე, არადა დიდი ჩემპიონის მენტალიტეტი. შენ ახსენი ახალგაზრდა ვარსკვლავების, მაგალითად პედი პიმბლეტის დამარცხება, სადაც ტოტალიზატორები აუთსაიდერად მიგიჩნევდნენ. როდესაც ასეთ ახალგაზრდა და ამბიციურ ბიჭებს ამუხრუჭებ, უმტკიცებ თუ არა პირველ რიგში საკუთარ თავს, რომ კვლავ მწვერვალზე ხარ და ძველებურად მოთავე ძალა გქვია. და საერთოდ, როგორ ახერხებ 37 წლის ასაკში გაუძლო ამ გიჟურ კონკურენციას, როდესაც სპორტში მთელი მსოფლიოდან უღარიბესი რეგიონების წარმომადგენელი უკიდურესად მოტივირებული თაობა მოდის. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის უდიდესი დასტურია. მე ყოველთვის ვამბობდი, თუ ვიგრძნობ, რომ ჩემი ახალგაზრდა ვერსია დღევანდელ მეს დაამარცხებ და მაშინვე დავასრულებ კარიერას. ასეთი გამოწვევები მუხტს მმატებს. ბრძოლის წინ საკუთარ თავს განზრახ ვარწმუნებ, რომ მეტოქე ჩემზე ძლიერია და აუცილებლად წავაგებ. ეს მაიძულებს დარბაზში სული ამოვიხადო. ამიტომ როცა რინგზე გავდივარ და ასე დომინანტურად ვიგებ, ხანდახან თავადაც გაოცებული ვრჩები თუ რამდენად ეფექტური ვარ. პედის უდიდესი ჰაიპი ჰქონდა და მენტალური უპირატესობა, მაგრამ მე მისი გატეხვა პირველივე რაუნდში კორპუსში ძლიერი დარტყმით შევძელი. როდესაც მეტოქეს ინიციატივას ართმევ, ბრძოლის სცენარი სრულად იცვლება. ეს ახალგაზრდა ბიჭები არასდროს გაჩერდებიან. ისინი მთელი მსოფლიოდან მოდიან. ჩემს დარბაზში მყოფ მებრძოლებს ხშირად ვუმეორებ, რომ ნებისმიერი ქვეყნის ყველაზე ღარიბი კუთხის შვილს აქვს შანსი დაიკავოს მათი ადგილი. ეს ბავშვები იმდენად მშივრები არიან წარმატებისთვის, რომ ტიპურ ამერიკელს მათი ბნების და თავგანწირვის მასშტაბის გააზრებაც კი უჭირს. თუ ზარმაცობ, ისინი გადაგთელავენ. ამიტომ, თუ არ ხარ მზად გაიღო აბსოლუტური მსხვერპლი, დაივიწყო კომფორტი, დაიცვა უმკაცრესი დისციპლინა და ყველაფერი სასწორზე დადო, ჯობია საერთოდ წახვიდე. სხვა სამსახური იპოვო და კარიერულ კიბეზე ნელ-ნელა ეს ულმობელი სპორტია, სადაც მილიონიდან მხოლოდ ერთი აღწევს მიზანს. ბავშვობაში როცა ფეხბურთელობა მინდოდა, ყველა მეუბნებოდა, რომ შანსი 1 მილიონთან იყო. ჩემი პასუხი კი ასეთი გახლათ. ესე იგი, ერთი შანსი მაინც არსებობს. აი ასეთი მენტალიტეტით ვცხოვრობ დღემდე. უდიდესი კურთხევაა, რომ ამდენი ტრაუმის შემდეგ ჯანმრთელობა შევინარჩუნე. ადრეულ ასაკში ბევრ შეცდომას უშევდი, მაგრამ ბოლო 6-7 წელია პირადი შეფმზარეული მყავს. სწორი კვება, სრულფასოვანი დასვენება, პროფესიონალური ფიზიოთერაპია და სხეულის მუდმივი მოვლა. ადრე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამ ყველაფერზე ფიქრი მომიწევდა, თუმცა ახლა უკვე 37 წლის ვარ.